თქვენ ნახეთ ამ მდგომარეობაში? კი, ნახე აქ მოიყვანეს, ვაჭროს ასე მოიყვანეს. ძიმეთი იყო ხო ძალიან? კი, ძიმეთი. და მერე წაიყვანეს საზღვარგარეთ. თქვენ ნახეთ როგორც გამოიყურებოდა? ნახე როგორ არა. როცა არული უკიდა მედადიოებოდა. ნახმარება ჭირდებოდა. სახისწულები ქონდაო დამტვრეული. დიდხანს ველაპარაკებოდი საკმაოდ შემოიყვანეს, მასე ნახე. და დაბლარო მანქანაში აჯენდები იმ პერიოდში. განსაკუთრებული სისასტიკით ნაცემია პოლიციის თანამშრომელი თენგო ქარსელაძე. 25 წლის ახალგაზრდას, რომელმაც განათლება ლონდონსა და ამერიკაში მიიღო, თაწმინდაზე ერთ-ერთ ბარში გაუსწორდნენ. ფიზიკურ დაპირისპირებაში შაბათის ეთერის კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით ოცნების დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძისა და ყოფილი პარლამენტარის დილარ ხაბულიანის შვილები მონაწილეობდნენ. საქართველოს პარლამენტში ამავე პარლამენტის წევრთან მისი შვილის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით ფაქტების გადასამოწმებლად მივდივართ. მოულოდნელად დასმულმა შეკითხვამ ბატონი ვასილი დააბნია. თენგო ქარსელაძესთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. პოლიციელი, რომელიც ცემა თქვენმა შვილმა და დილარ ხაბულიანის შვილმა. როგორ მოგვარდა ეს ამბავი ბატონო? ჩემო შვილმა ცემა? დიახ. ცემა? თენგო ქარსელაძე. პირველად გესმის თენგო ქარსელაძის სახელი და გვარი. არადა მალევე გაირკვა, რომ ნაცემი პოლიციელი ჩიგოგიძის შვილის მეგობარი ყოფილა. ჩემი შვილის მეგობარი, ვის მან თქვენი შვილის მეგობარია, ბარში რო იჩხუბეს არ გაგიგიათ? არ გამიგია, ჩხუბის ამბავი და მეგობრები რო არიან, ის და მამამისი ჩემი მეგობარია და მე არ ვიცი. ხო, და გერმანიაში რო იყო სამკურნალოდ არ იცით რატო იყო? არ ვიცი, სრულიად მესმის. რო იყო? არ გაგიგიათ ამის შესახებ? სრულიად მესმის. ჩემი შვილი ისეთი არ არის, რომ ისე ცემოს, რომ საავადმყოფოში დაძროლი იყოს. თენგო ქარსელაძის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ოჯახმა მისი ავსტრიაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ანონიმური პირი, რომელმაც თავად ნახა მძიმე მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი გვიყვება, რომ ახალგაზრდა კაცს დალეწილი ჰქონდა სახის ძვლები, დაზიანებული ჰქონდა თვალის გუგები და ტრამვები აღენიშნებოდა სხეულის სხვადასხვა არეში. ამავე წყაროს ცნობით, ნაცემი ქარსელაძის ევროპაში გადაფრენა ქართველი ექიმების რეკომენდაციით მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით გადაწყდა. რატომ არ იცოდა ეს რა? მე არ ვიცი, ვერ გაგცემ თვალგაზე პასუხი. ხომ იცით რომ ძიმე მდგომარეობაში იყო? გასაგებია, მაგრამ ანუ თვითონ თენგოს კითხეთ. შაბათის ეთერის ინფორმაციით, ოჯახმა პირველ ეტაპზე პოლიციისთვის მიმართვის გადაწყვეტილება ნამდვილად მიიღო. თუმცა, მალევე მოლაპარაკებაში ფიგურანტების გავლენიანი მშობლები ჩაერთნენ და საქმის მოგვარება სამართალდამცველების გვერდის ავლით გადაწყვიტეს. კონფიდენტი გვიყვება, რომ შერიგების პროცესში საგურამოს ეკლესიის სასულიერო პირებიც იყვნენ ჩართული. თქვენ ყველაფერი გწოდნიან, მე რო საგურამოში ვიყავი, მე რო ველაპარაკე მამამის ხო იცი ეს ყველაფერი დასამალი რა არის, შეიძლება ახალგაზრდა იჩხუბო, თქვა მოხდა ჩხუბი, თქო მე აღასრულე, მე არ ვიცი ამას და მოხდა ჩხუბი და რა, ამიტომ რა არის მე თუ შერიდე მეგობრებმა იჩხუბეს, რაღაცა ბარში პონი მოვიდათ, მე რა არის ამაში. და არ უნდა დაისაჯოს არავის სიკვდილამდე იყო ბიჭი მიყვანილი. ძლივს გადაარჩინეს, რას მეუბნებით ახლა რომ ეს არ არის დასჯადიქმედება? ამას ვისმენთ მზია ამაღლობელის ქვეყანაში. ვასილ ჩიგოგიძე იმ გუნდის წარმომადგენელია, ვინც პოლიციელისთვის ლოყის შეფაკვლის გამო ჟურნალისტი ციხეში ჩასვა. ახლა კი გვეუბნება, რომ მის შვილზე კანონი არ ვრცელდება და მამების მიერ საქმის ჩაფარცხვა საუკეთესო გამოსავალია. დანაშაული თუ მოხდა და ჩვენ შევარიგეთ მამებმა შვილები, ამაში დანაშაული არ არის მეთქი, მე ვიცახი. ამას არ დაგიმალავ. სისხლის სამართლებრივად პასუხისგება არ ეკუთვნოდა იმას, ვინც ამ მდგომარეობამდე მიყვანა. ამას წვიტავს. ჩემი შვილი თუ ვიღაცამ იჩხუბა და დანაშაულა და გალახა და მეგობრებს მოუვიდა რაღაცა ბარში, ჩვენ წვიტავთ. ვინ თქვენ? ვინც დაზარალდება და ვისაც თითი გაეჭრება, ის წვიტავს. აბა როგორ არ შეჟავნაში არისო? პოლიცია რატო არსებობს ამ ქვეყანაში? და თუ წავიდა პოლიციაში თუ მივიდა და იჩიულა ადამიანმა, პოლიცია მაშინ არსებობს. პოლიციელის ცემის ფაქტი, რომელიც ამ დრომდე ჩაფარცხულად ითვლებოდა, ბევრი მოწმის გაჩუმებას ნიშნავს. რადგან თაწმინდაზე ბარში მომხდარი ჩხუბის თვითმხილველებიც არსებობენ და თავდასხმად სავარაუდოდ მხოლოდ ერთი პირის მხრიდან არ მომხდარა. ჩვენი ინფორმაციით, კონფლიქტში გიორგი ჩიგოგიძესთან ერთად მეორე გიორგი დილარ ხაბულიანის ვაჟიც მონაწილეობდა. ამ ორის მეგობრობის ამბავს ვერც ოცნების დეპუტატი უარყოფს. დილარის შვილთანაც მეგობრობს, კი ერთად ვარჯიშობენ, წლებია და მოდიან ერთად. კაი ბიჭი ყავს დილარის, სპორტსმენი ფეხბურთელი იყო და ვარჯიშობს და კაი ბიჭია. ჟურნალისტური გამოძიების მიზანია დაადგინოს, როგორ მუშაობს შერჩევითი სამართალი და ვის ეპატიება სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულებიც კი.
როგორც კი მოქმედი პოლიციელი იგებს, რომ აქამდე მიჩქმალულ თემაზე შაბათის ეთერი მუშაობს, თენგო ქარცელაძე სოციალური ქსელიდან ყველა ფოტოს შლის. კონტაქტზე არ გამოდიან არც პოლიციელის ცოლი და მშობლები. ამაზე მე ვარ ის პერსონა, ხა ავტონომა გარო დავაზუსტოთ თვითონ. ცნობილია, ყველაფერი თქვათ ვიცით და ამის უარყოფას თუ რაღაცა უფრო ცუდად ხო არ გამოჩნდება, ანუ მე პირიქით. არა, მე მესმის კი. ხო, მაგიტო ვიძახი, ხო. მოდი რა გავარკვე, რა ვკითხო ნომერსაც მოვინიშნავ და გავარკვე. ქარცელაძეებიდან არავინ დაკავშირებია. ამიტომ მეტი დეტალის დასაზუსტებლად მოკვლევას მაინც ვაგრძელებთ. გამარჯობათ. ალბათ ლილი ბრძანდებით? პოლიციელის ბებია ბაბუასგან ვიგებთ, როგორ ახსნეს და შეფუთეს ახალგაზრდა კაცის მძიმე მდგომარეობა საკუთარ ოჯახშიც კი. აქ ვერ უყურნალესაც ჩამსხვეული ქონდა რაღაცები და წაიყვანეს გერმანიაში. და თვალთანაც იყო პრობლემა, როგორც ვიცი. თვალთანაც ქონდა, მაგრამ ყველაფერმა გაუარა. ისო პოლიციაში მუშაობს? კი. ას მოგიკითხავთ რა მოხდა? როგორ ამოგი, როგორ არა, ავარია მოუვიდა, მაგრამ მე ავარია? ესე იცით თქვენ? ავარია კი თვითონ, ვინმე კი არ დააზარალა. სად მოხდა ეს ავტოსაგზაო შემთხვევა? საგურამოში. საგურამოში მოხდა? საგურამოში მოხდა, კი. საგურამოში საგურამოში შესასვლელთან. დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგების შემდეგ გავრცელებული ავტოსაგზაო შემთხვევის ვერსია ყველაზე მეტად გვეხმარება სიმართლის დადგენაში. ვიცით ავარიაში მონაწილე პირის ვინაობა, შემთხვევის ადგილი და მომხდარის პერიოდიც. შინაგან საქმეთა სამინისტროში ყველა შემთხვევაში უნდა აღირიცხებოდეს შეჯახება, რომლის შედეგადაც პირმა მძიმე დაზიანებები მიიღო. მაგ სახელით და გვარით ვერ ნახეთო ავტოსაგზაო შემთხვევა? არა, ვერ ნახეთო. ნამდვილად იქ მოხდა, მე ვაძებნიებ ჩემებს. საგურამო შესასვლელშიო, კი, ასე მეუბნები. კი. ხო, ყველა ვარიანტი უნდა იყოს აღრიცხული, თუ ეგეთი ავტოსაგზაო შემთხვევა. იყოს აუცილებლად, ხო. მარტო იყო თან და თვითონ იჯდა. კი, უნდა იყოს აუცილებლად. არა, უცნაური. მithumetes თუ ესე დაიმტყვა რა რავი. კი, საავადმყოფოში იწვა. mithumetes, ხო. სამედიცინო დაწესებულების ძიებამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა ოჯახის მიერ გავრცელებული ამბის აბსურდულობაში. ნაცემი პოლიციელის სიმამრი გვეუბნება, რომ თენგო ქარცელაძე მძიმე დაზიანებებით ნიუ ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი. საგურამოში მომხდარი ავარიის შემთხვევაში კი დაზარალებული წესით უახლოეს საავადმყოფოში, დიღომში უნდა მიიყვანათ, სადაც ბევრი კლინიკაა და დროსაც მოიგებდნენ. დაშავებულის გადარჩენის შანსებიც გაიზრდებოდა. გადაიყვანეს ორთაჭალაში და მამამისი და დედამისი გარეთ გავესაუბრეთ მე და ჩემი მეუღლე და წამოვედით მაგალით წახში. ორთაჭალის საავადმყოფოში იწვა? სადღაც ხო რაღაც ნიუ რაღაცა როქია. კი ბატონო, გასაგებია. ორთაჭალის საავადმყოფო კი ნამდვილად ახლოსაა მთაწმინდის რაიონთან, სადაც ჩვენი ინფორმაციით ერთ-ერთ ბარში პოლიციელის მიმართ ფიზიკური ანგარიშწორება განხორციელდა. პოლიციელზე განხორციელებული სავარაუდო თავდასხმის ფაქტზე შაბათის ეთერმა მოკვლევა რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა სიმართლე და დავლოდებოდით სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას. ამ დრომდე ეს რეაგირება არ მომხდარა. ახლა კი მინისტრის ცვლილებისა და ოცნებაში ძალთა ახალი ბალანსის დადგომის შემდეგ შესაძლოა ვასილ ჩიგოგიძის შვილის საქმით გამოძიება დაგვიანებით დაინტერესდეს. გიორგი ჩიგოგიძესთან კითხვების დასასმელად მისულებს წინააღმდეგობა დაგვხვდა. ჩვენი ინფორმაციით ქვეყანა დატოვა პოლიციელის ცემის საქმის კიდევ ერთმა ფიგურანტმა გიორგი ხაბულიანმაც. კონფიდენტის ცნობით გავლენიანი მამების შვილებს გარდა ადგილზე მათი თანმხლები სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. დაინტერესების შემთხვევაში გამოძიებას ამ და სხვა დეტალების დადგენა არ გაუჭირდება. მით უფრო ახლა, როცა საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძემ დინარაძის კლანმა გურიის ფეოდალის წინააღმდეგ შიდა კლანური ბრძოლა წამოიწყო.